ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია სამშენებლო მასალების მაღაზია „თაქსელი“ ოცნების სახლი. ეწვიე ოცნების სახლის ახალ, თანამედროვე საბითუმო საწყობს და სავაჭრო ცენტრს ბათუმში, გაგარინის 20-ში და დარწმუნდით დაუჯერებლად დაბალ ფასებში და მომსახურების მაღალ ხარისხში. იყავი თანამედროვე. მოიწყე შენი ოცნების სახლი. 3w.ocneba.g 577 200 300. რა პრობლემები შეექმნათ ლარის კურსის გაუფასურების შედეგად იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს, როგორც სტრატეგიას ირჩევენ ამ შემთხვევაში და რას თავაზობენ მომხმარებელს? გადაცემა ეკონომიკში დღეს ერთ კონკრეტულ კომპანიაზე ვისაუბრებთ, ოცნების სახლი, რომელიც სამშენებლო მასალებზეა ორიენტირებული. მე ირმა ებრალიძე ვარ, გამარჯობა. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმარია ოცნების სახლის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ილია გაბაიძე. აქვე გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 92 11 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო ილია, გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მე თავდაპირველად გადაცემის შესავალში აღვნიშნე, რომ ლარის გაუფასურების გამო გარკვეული პრობლემები შეექმნათ იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს. მათ შორის თქვენი კომპანიაც, რომელიც არის დიდი ქსელი სამშენებლო მასალების მაღაზია, ალბათ წააწყდა გარკვეულ პრობლემას. რა სტრატეგია აირჩიეთ ამ ეტაპზე კომპანია? პირველ რიგში მადლობას მოგასცემთ გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება იმ თემას, ლარის კურსის გაუფასურებას, ჩვენი კომპანია ზოგადად, ჩვენი მენეჯმენტი ზოგადად სწრაფად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე. ძირითადად, ჩვენ შევეცადეთ, რომ მკვეთრად არ გაგვეზარდა ფასები, ეს იყო დაუშვათ თუნდაც ადრინდელ შემოტანილ საქონელზე, რომელიც განსხვავებულ ვალუტაში, განსხვავებული კურსით იყო შემოტანილი. შევეცადეთ, რომ მინიმალური ცვლილება მოგვეხდინა და მინიმალური დანამატი ნაკლებ მოგებაზე წასულიყო კომპანია და ამით კლიენტურა მოეზიდა. ხო, კლიენტურა შეინარჩუნებინა უფრო რა, ხო, იმიტომ რომ ზოგადად ლარის კურსის გაუფასურებამ ბევრი რაღაც შეცვალა მომხმარებელშიც თუნდაც ბიზნესში. სხვა მენეჯმენტმა თავისი ასე ვთქვათ ფუნქციები ცოტა გადაახარისხა კი არა და სხვა მიდგომა გამოიყენეთ ამ შემთხვევაში. კარგით, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად თქვენი კომპანიის შესახებ. ეს ოცნების სახლი ცოტა ისე ჟღერს, რომ რაღაცა ოცნების სახლს რო გავიგებ, ხო მე მაგალითად სამშენებლო მასალებთან არ ასოცირდება ეს ჩემთვის. საინტერესოა თქვენ კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ. შეპესი ოცნება 1991-დან არსებობს ბაზარზე. რა თქმა უნდა თავიდან სხვა სფეროთ იყო დაკავებული, ეს იყო ხე-ტყის გადამუშავება, მაგრამ თანდათან განვითარდა, შემდეგ შეიცვალა საქმიანობის სფერო და დაიწყო კარის იმპორტირება სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამას მოყვა მაღაზიათა ქსელის მშენებლობები გახსნა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო სხვათა შორის ოცნების სახლი, რომელმაც ბაზარზე, ქართულ ბაზარზე შემოიტანა კარი, ლამინატი, ბუნებრივი ქვის ფილები. ეს წლებში? ეს იყო დაახლოებით 2000 წლებში. და პირველი კომპანია იყო, რომელმაც შემოიტანა ეს პროდუქცია, ლამინატი და სხვათა შორის გახდა კონკურენტუნარიანი ამ სფეროში. პირველი ნაბიჯები თქვენმა კომპანიამ გადადგა ლამინატის სფეროში. პირველი ნაბიჯები უფრო კარის იმპორტირება იყო და შემდეგ უკვე ამას მოყვა სხვადასხვა ინოვაციები, როგორც არის კარი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მაღაზიების ქსელს, საქართველოს მასშტაბით ხართ გაქვთ ქსელი თუ კონკრეტულად ერთ ქალაქში ხართ? არა, ეს ოცნების სახლი მაღაზია ქსელი ბათუმშიც არის, ქუთაისშიც, თბილისშიც. თბილისში ეს მეგობარი კომპანია ყავს. ზოდი პლუს და ბათუმსა და ქუთაისში ჩვენი მაღაზიათა ქსელია. თქვენი მაღაზიები ორიენტირებულია საცალო გაყიდვებზე თუ საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს? მაღაზიებში მიმდინარეობს საცალო გაყიდვები. ასევე გვაქვს ეხლა ხანს დავამთავრებთ მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა ბათუმში გაგარინის 20 ნომერში. ეს არის ჩვენი ახალი საწყობი. აქ უფრო საბითუმო იყიდება რა საქონელი. თქვენი კლიენტურა ძირითადად ეს არის კორპორატიული კლიენტები, გულისხმობ დიდ შეკვეთებს თუ არის დავუშვათ ინდივიდუალური, მე რო დამჭირდეს დავუშვათ ბინისთვის, ოჯახისთვის რაღაც შეძენა, შემიძლია მოვიდე და თქვენთან ჩაუბრუნდეთ, შევიცნო საცალო ფასში. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, სამშენებლო კომპანიებს, მას შემდეგ რაც ბაზარზე ყოველ შემთხვევაში სამშენებლო ბიზნესი ამაზე პრეტენზიებს გამოთქვამს, რომ გაყიდვების შემცირდა და ეს ყველაფერი სავარაუდოდ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებს და ასევე ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. გაყიდვები მაგ კუთხით, მომართვები სამშენებლო კომპანიების მხრიდან არის თუ არა, როგორ არის, შეიცვალა სიტუაცია თუ? რა თქმა უნდა, ცოტათი ცვლილება მოხდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს სხვადასხვა ფასი, რის გამოც ძირითადად კორპორატიული მომხმარებლები, ანუ სამშენებლო და სხვა სტრუქტურები მოგმართობენ ჩვენ ხოლმე, იმიტომ რომ
თავაზობთ ფასს სხვაობას ძალიან დამაკმაყოფილებელს ამ მომხმარებლებისთვის. ანუ ეს შეიძლება ითქვას, რომ არ გიგრძნიათ, ასე ვთქვათ, კლიენტური მკვეთრით სულილება ალბათ არა, იმიტომ რომ შევეცადეთ მაქსიმალურად ფასები ძალიან არ გაგვეზარდა მიუხედავად რა იმისა, რომ ტიპის პროდუქციას ყიდით, მაინც უფრო კონკრეტულად, ანუ რომ დაინტერესების შემთხვევაში რისი შეძენა შეიძლება თქვენს მაღაზიათა ქსელში? ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ კარი, რა თქმა უნდა, ლამინატი, ასევე ბუნებრივი ქვის ფილები, ასევე სველი წერტილებისთვის საჭირო მასალები, როგორც არის ანუ ასე შემდეგ, ყველა წვრილმანირი, რა თქმა უნდა, ძირითადად ეს არის უფრო ყველაფერის მნიშვნელოვანი რაც საჭიროა რა ზოგადად მშენებლობისთვის, თუნდაც ბინის მოწყობისთვის და არა მხოლოდ აშენებისთვის. საშუალო ფასი როგორ არის? დავშთა ავიღოთ ლამინატის შემთხვევაში. ლამინატის ანუ ეს ხარისხის მიხედვით არის განაწილებული, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ხარისხის ლამინატი, ყველაზე კარგი ხარისხის ლამინატი დაახლოებით ჩვენთან არის $6-დან იწყება ფასი რა. ხარისხს რაც შეეხება, ხარისხი როგორც ყველგან ასევე ჩვენთანაც ეს ფასების მიხედვით არის გადანაწილებული, ანუ ყველანაირი ტიპის მომხმარებელზე გვაქვს გათვლილი ეს ფასებიც, რა თქმა უნდა ხარისხიც, ვისაც როგორი დააკმაყოფილებს. რომელი ქვეყნებიდან შემოგაქვთ პროდუქცია და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომწოდებლები, ანუ რომელ ქვეყნებთან გაქვთ, უბრალოდ რომელ კომპანიებთან გაქვთ ურთიერთობა? ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან, ანუ ქვეყნები არიან ჩინეთი, ეს არის ესპანეთი, ეს არის თურქეთი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სამშენებლო მასალა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს რა, სადაც უკეთესია. მე კიდევ ერთხელ გამოვაცხადებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99 დაგვირეკეთ და დასვით კონკრეტული კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. ზარია სტუდიაში მოვისმინოთ შეკითხვა და შენ განვაგრძოთ გადაცემა გისმენთ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ზუსტად მაინტერესებს ბათუმში რა ადგილას არის ეს სამშენებლო? და ფასები როგორია, კონკრეტულად რო გითხრან. მადლობა. ბათუმში ჩვენი მაღაზიათა ქსელი არის აეროპორტის გზატკეცილზე 20 ნომერში. ეხლა ხანს გახსნილია ახალი საწყობი, როგორც აღნიშნე, ეს არის გაგარინის 20 ნომერში, ეს არის ბათუმთან ახლოს არის, ხო? ვინც იცნობს ბათუმს მან იცის ალბათ. ეს ასევე მაღაზია გვაქვს პუშკინის ქუჩაზე, სადაც შეუძლიათ მივიდნენ, ნახონ, შოურუმიც არის და ასევე ყველაფერი და ადგილზე მიტანის სერვისი თუ გააქვს თქვენს მაღაზიას? კი, ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს. უბრალოდ ეხლა რაღაც პერიოდით შევაჩერეთ ეს სერვისი რაღაც ხარვეზების გამო რა. და გაქვთ რა ვებგვერდი, ანუ სადაც შეგვიძლია დავუშვათ თქვენი პროდუქცია ვნახოთ და შესაბამისად შეკვეთა განვახორციელოთ. ეს არის საკმაოდ აპრობირებული მეთოდი ამ ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ინტერნეტ გაყიდვის საშუალება არის ჩვენ კომპანიაში. შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ კარი და დაბრუნოთ ეს უკვე დაჯავშნოთ კარი. და კარის დამონტაჟება ამ შემთხვევაში უფასოა თუ ამას გარკვეული საფასურის გადახდა საჭირო? კარის ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას გარკვეულ ანუ ესე ვთქვათ ამ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოვა დაგიმონტაჟებს კარს, ოღონდ ეს უკვე დამატებით საფასური, ეს უკვე თვითონ იმ ადამიანებთან და შეთანხმება. თქვენ თქვით რომ შპს ოცნებამ საქმიანობა დაიწყო 1991 წლიდან და მას შემდეგ ანუ გააფართოვდა ანუ კომპანიის პრიორიტეტები როგორც ჩანს იცვლება და ასევე დასაქმებული მე ამოვიკითხე რომ თქვენ 60-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული თქვენს ქსელში. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა რომელიც გვაქვს ეს არის ვცდილობთ რომ შემოვიტანოთ ევროპული სტილის საკონელი, რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე ესე ვთქვათ მომხმარებელსაც კი. პრეტენზიულ მომხმარებელს. და ბაზარი შესწავლილი გაქვთ, ანუ მოთხოვნა არის მსგავს პროდუქციაზე, იმიტომ რომ კონკურენცია არის საკმაოდ დიდი ამ სფეროში. ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც რეკლამებიდანაც გამომდინარე ვიცით, ანუ თქვენი სტრატეგია ამ შემთხვევაში ბაზარი შესწავლილია და რა უნდა შესთავაზოთ ისეთი, რაცაც თავშად არ შესთავაზებენ სხვა კომპანიები. ჩვენთვის პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის კმაყოფილი კლიენტი და ამისთვის ჩვენ მაღაზიათა ქსელში გვაქვს საკმაოდ მყუდრო გარემო, ანუ მომსახურების მაღალი ხარისხი, ასევე მაღალი ხარისხის საქონელი და დაბალი ფასები, რითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ალბათ კლიენტის მოზიდვის და შენარჩუნების. ზარიას მოვისმინოთ შეკითხვა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ისიც მაინტერესებს, ანუ ლამინატთან დაკავშირებით მოხდეს ესეთი შეკითხვა, ანუ არსებობს რამდენიმე ტიპის ლამინატი, არის მრავალშრიანი და რაღაც განსხვავებული შეღება, რომელიც შეიძლება და ესეთი სახეობის თუ გაქვთ
თქვენ წარმოადგენელი თქვენ შოურუმებში? ანუ რამდენად მრავალფეროვანია თქვენი პროდუქცია, ამის კითხვა უნდა მსმენელს. ჩვენი ამსფერი ან ლამინატი საკმაოდ მრავალფეროვანი კუთხით გვაქვს ნაჩვენები ჩვენ შოურუმებში, ასევე ხარისხის მიხედვით. ანუ ხარისხი ზოგადად მეტყველებს ლამინატის ხარისხზე მეტყველებს სისქე, რა თქმა უნდა და სისქიდან გამომდინარე, ანუ ლამინატი უფრო მდგრადია რა. ანუ უფრო მეტად შეუძლია ასე ვთქვათ სისველი აიტანოს და სხვა დანარჩენი ფაქტორები რაც მნიშვნელოვანია. გასაგებია და თქვენი ტელეფონის ნომრები რომ გამოაცხადოთ სტუდიაში, ვისაც ექნება სურვილი დაუკავშირდეს თქვენს მაღაზიათა ქსელს და შეიძინოს პროდუქცია, როგორ მისამართები ალბათ დიდ დროს წაიღებს, ტელეფონის ნომერი სადაც შეიძლება რომ გარკვეული შეკვეთის გაკეთდეს. კი ბატონო, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 577 200 გასაგებია. წარმატებებს გისურვებთ. ოცნების მაშასე, ოცნების სახს მიმართეთ და შეიძინეთ თქვენთვის საინტერესო ბინის ინტერიერი, როგორც თავად მოისმინეთ შეღავათიან ფასებში. გადაცემის სტუმარი იყო ოცნების სახლის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ილია გაბაიძე. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს. მომავალ ხუთშაბათს სხვა თემი და სხვა სტუმრით დაუბრუნდებით სტუდიაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.